მოგესალმებით მეგობრებო და გახარიას თემასთან დაკავშირებით მინდა მოკლედ ვისაუბრო. გამოძიება დაწყებული და ქართული ოცნების ხელისუფლება იძახის, რომ გახარიამ საბოტაჟი მოგვიწყო იმ საგუშაგოს გახსნით, რომელიც ჩორჩანას ტერიტორიაზე გაიხსნა. მოკლედ, ერთის მხრივ ქართული ოცნება იძახის, რომ გახარია საბოტაჟს გვიწყობდაო და იმიტომ მიდის გამოძიებაო, ხოლო მეორე მხარეს არის ოპოზიცია, რომელიც იძახიან, რომ გახარიას იმიტომ სტევნიანო, რომ საქართველოს ინტერესებს იცავდაო. ამას რომ თავი დავანებოთ, რას იძახის ხელისუფლება და რას იძახის ოპოზიცია, ფაქტები რაზე მეტყველებს, ესაა მთავარი, ხო? როგორც იძახის ხელისუფლება, გახარიამ ის საგუშაგო იმ ადგილზე ისე გახსნა, რომ არავისთან არ შეუთანხმებიაო, მაშინ როცა მას ვალდებულება ჰქონდაო, რომ მინიმუმ უშიშროების სამინისტროსთან უნდა ეს გადაწყვეტილება შეეთანხმებინაო. ეს ერთი. ფაქტია ის, რომ გახარიამ არავისთან არ შეათანხმა და ისე გახსნა ეს საგუშაგო. მეორე ფაქტი რა არის? მეორე ფაქტი არის ის, რომ ამ საგუშაგოს გახსნის შედეგად რუსეთის მხრიდან 100 ჰექტარი ტყე შემოიღობა და აღარ აქვს საშუალება ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ტყით ისარგებლოს. და სწორედ ამას ეძახიან საბოტაჟს ხელისუფლების წარმომადგენლები. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ გახარია საქართველოს ინტერესებს იცავდა და იმიტომ ეხლა სტევნიანო, აქ რაში გამოიხატა საქართველოს ინტერესების დაცვა, მე პირადად ვერ ხვდები. თუ გავყვებით ოპოზიციის ლოგიკას და გახარია ის საგუშაგო კონკრეტულად იმ ადგილზე, იმიტომ გახსნა, რომ იმ საგუშაგოს უნდა დაეცვა ტერიტორია და მოსახლეობა, მაშინ რატომ ვერ შეასრულა თავისი როლი და ფუნქცია ამ საგუშაგომ და რატომ არ აღკვეთა რუსების მხრიდან 100 ჰექტარი ტყის შემოღობა და მითვისება. ეს ხომ ფაქტია, რომ ამ საგუშაგომ თავისი ფუნქცია იქ ვერ შეასრულა და პირიქით, არათუ გაუმჯობესა ჩვენი პოზიციები და მდგომარეობა, პირიქით გააუარესა. თუ გახარიამ აქ ეს საგუშაგო იმ მიზნით გახსნა, რომ იქ უნდა ამ საგუშაგოს მოსახლეობა დაეცვა და ტერიტორია დაეცვა, მაშინ კეთილი ენება და ნებისმიერ ფასად დაეცვა ის ტერიტორია და არ მიეცა რუსებისთვის იმის საშუალება, რომ ეს ტყე 100 ჰექტარი ტყე შემოეღობათ. სწორედ ამის გამო იძახის ხელისუფლება, რომ საბოტაჟთან გვაქვს საქმეო, გახარიამ ეს საგუშაგო კონკრეტულად იმ ადგილზე, იმიტომ გახსნაო, რომ ეს რეაქცია მოყოლოდა რუსების მხრიდანო, რომ მერე ეს რა თქმა უნდა ქართული ოცნების ხელისუფლებას ურტყავს ცუდად, ხო ეს ამბავი. და სწორედ იმიტომ არ შეატყობინა არავის გახარიამ ის ამბავიო, რომ საგუშაგოს გახსნა საპირებდაო, რომ ამ შემთხვევაში მას ამ რეალობას დაანახებდნენო და არ მისცემდნენ იმის საშუალებას, რომ იქ იმ ადგილზე ეს საგუშაგო გაეხსნაო და სწორედ იმიტომ დამალა გახარიამ ეს ამბავიო და აი ეს უჩუმრად ამიტომ გახსნა საგუშაგო. ეს გახარიაზე ცუდად თუ მეტყველებს ეს ამბავი და თუ გახარია რაღაცა საბოტაჟს უწყობდა ამ ქვეყანას და ხელისუფლებას, არც ქართული ოცნების ხელისუფლებაზე არ მეტყველებს დადებითად ის ფაქტი, რომ აი გახარია თურმე საბოტაჟს აწყობდა. რანაირად დაუშვა
ასეთ შემთხვევაში ქართული ოცნების ხელისუფლება მისრო ესეთი მინისტრი ყოლოდათ, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც საკუთარ ხელისუფლებას და ქვეყანას საბოტაჟს მოუწყობდა და მერე თლათუარესი აი ესეთი საბოტაჟის მომწყობი შინაგან საქმეთა მინისტრი როგორ მოახერხეს რომ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. ეს კიდე ცალკე უბედურებაა, ხო და ეს თუ მართლა 100-ია და გახარია საბოტაჟს აწყობდა, უწყობდა ამ ქვეყანას და თან მინისტრი იყო ჯერ შინაგან საქმეთა და მერე პრემიერ-მინისტრი, მაშინ საერთოდ არ გამოურიცხავ, რომ დღესაც იყვნენ მინისტრები ამ ხელისუფლებაში, რომელიც ისევ აი ამ საბოტაჟით არიან დაკავებული ამ ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ. მოკლედ ეს ამბავი გახარიასთან მიმართებაში რანაირადაც არ უნდა ატრიალო ხელისუფლებაზე დადებითად ვერ აისახება. ერთი საკითხია ის რომ აი გახარია თურმე როგორი ცუდი კაცია, მაგრამ მეორე საკითხია ის რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან რაღაცა უნიათო და უსუსური გამოდის. გახარია თუ ესეთი ცუდი კაცია, აი ესეთი ცუდი კაცი რატო ყავდათ ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად და მერე თლათუარესი და პრემიერად. ეს არის რის თქმაც მინდოდა ამ გახარიას თემასთან დაკავშირებით და ფაქტებს თუ მივაქცევთ ყურადღებას, ფაქტები ნამდვილად არ მეტყველებს გახარიას სასარგებლოდ და ფაქტებით ნამდვილად არ იკვეთება ის, რომ გახარიამ ამ საგუშაგოს გახსნით საქართველოს ინტერესები დაიცვა თურმე, არანაირად არაფერში არ გამოიხატა საქართველოს ინტერესების დაცვა, პირიქით ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს ამ საგუშაგოს გახსნის შემდეგ პირიქით უფრო დაზარავდა ჩვენი მხარე და 100 ჰექტარი ტყე დავკარგეთ ერთი რაღაცა უაზრო საგუშაგოს გახსნის გამო. ეს არის რის თქმაც მინდოდა ამ გახარიას თემასთან დაკავშირებით.